რუხაძე აწვდის საჯარიმოში, ფარულავა ერთი შეხებით ურტყავს, მაგრამ ცველები კონკრეტულად კი დარტყმა კიდევ ერთი კარის მიმართულებით ძებნიაური თამაშობდა ამ შემთხვევაში კარგად და მერე დამატებაზე აბუბაქარ კონტე იყო საფეხბურთო, რომელმაც კარში ზუსტი პირველი დარტყმა შემოგთავაზა ამ შეხვედრაში. კონტეს აჩქარება, კარგი ეპიზოდი და რა გოლი გააქვს აბუბაქარ კონტეს, ულამაზესი შესრულება, ტექნიკური თამაში, საჯარიმოს მისადგომებთან ბურთის იდეალურად დამორჩილება, დამუშავება და მერე მეკარისთვის ახლო კუთხეში ზუსტი ძლიერი დარტყმით ბურთის გაგზავნა. აი ასეთი ლამაზი გოლის გატანა მოახერხა მალელმა ლეგიონერმა, რომელიც პირველი იყო ამ მატჩში, ვინც გაფრთხილება მიიღო და პირველმა შექმნა ყველაზე საფეხბურთო ეპიზოდიც ჯერჯერობით და აქცია გოლად. შოთა შეყილაძეს აქვს შანსი რომ გოლი გაიტანოს, თუმცა მისი ტერფის გარე ნაწილით ჭვინტით დარტყმული ბურთი კუტალაძის მოგერიებით სრულდება და არ გამოდის ამ ეპიზოდში გატანა, აუტი იქნება. დარტყმა ძალიან კარგი და საფეხბურთო, მაგრამ ძალიან ცოტა დააკლდა ფარულავას იმისთვის რომ ყველაფერი დაესრულებინა გოლით. მორიგი ხიფათი შეიქმნა საგარეჯოელთა კართან, ნახოთ გარმეორებით. ბედოშვილი ასი საჯარიმოს და კარგი კედელი გაითამაშეს. მანდაძებნიაურმა ჩაწოდება საჯარიმოში, აი უკვე ეს სერიოზული ხიფათი იყო გორელთა კართან. სუსტად დარტყმა არ გამოვიდა გოგოლაშვილს და მერე მოუბოდიშა იქ ეტოს ბიცკის გამო. ასი გავიდა ბუღრიძეზე, მკერდით ჩამოიღო, დარტყმას აპირებდა, არ გამოვიდა, სამაგიეროდ შეყილაძეს მიუვიდა ბურთი და ესეც მისი მეოთხე გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ჰეტრიკის შემდეგ უკვე მეორე კახური კლუბის კარში გააქვს მას გოლი და შეყილაძე ახერხებს იმას, რომ და დღევანდელ შეხვედრაში ორ ბურთამდე გაზარდოს თავისი გუნდის უპირატესობა. სეზონის საწყის სამ მატჩში მას საერთოდ საგოლი მოქმედება არ ქონია, გოლი არ ქონია გატანილი და ახლა რა მაგარ ფორმაში შედის შოთა შეყილაძე. ჰეტრიკი თელავთან, ყოფილ გუნდთან სხვათა შორის და დღეს უკვე გარეჯთან გატანილი გოლი. გორელებისთვის ეს უკვე სოლიდური უპირატესობაა. შეყილაძისთვის კი უპირატესობაა ბომბარდირთა დავაში. დავით კერესელიძე, ზურაბ რუხაძე და შოთა შეყილაძე. სამი ფეხბურთელი, რომელიც ქართველია. სხვა ყველა დანარჩენი ლეგიონერია გორის დილას შემადგენლობაში. შეყილაძემ ორიგი მომენტი შექმნა, თავად წაიღო ბურთი, საჯარიმოში შევიდა, გადმოიტანა მარჯვენაზე, დაარტყა და მეკარეს ყოჩა კუტალაძის მოგერიება. იქამდე კი როგორც ჩანს ჟოაო არაუჟო დაშავდა. რას აპირებდა იბრაჰიმ ადრამე? მაკრატელა დარტყმით სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი გოლის გატანის მცდელობაში გახდათ. გორელთა მეცხრე ნომერი და პრინციპში ცოტა დააკლდა სენეგალელ ფორვარდს. გარეჯი, რომელსაც გააქვს გოლი. დარტყმა არ ქონია, აქამდე თქო, საუბრობდით ამის შესახებ, კარში ზუსტი სამაგიეროდ, აგერ სწორედ ფეხბურთელმა, რომელზეც საუბრობდით, შეძლო და ერთი ბურთი გაქვითა. დრო ჯერ არის და ვინიცის რა მოხდება გალახვარიძე, მისი ჩაწოდება. შემდეგ ლევან პაპავას თავური და რა დარტყმა ზუსტი აუღებელით შეიძლება ითქვას, შვენიერი კომბინაცია გალახვარიძის ჩაგდება, პაპავას საგოლე პასი და სწორ დროს, სწორ ადგილას გაჩენილი ძებნიაური, რომლის კარიერაზე საუბრობდით ზუსტად და დაბრუნებული საქართველოს ჩემპიონატში ახერხებს სხვაობის შემცირებას.